სალამი, მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას, ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. ჩვენ ვამთავრებთ 75-ე ნაწილს, რომელიც 2020 წლის 27 სექტემბერს იქნა. COVID პანდემია კიდევ მძვინვარებს, მაგრამ ეკლესია გააღო ჯონ მაკარტურმა და იმუქრებიან დაჭერით, დაკეტვით და აჯარიმებენ ყოველ კვირას $500 და ამ სიტუაციებს ეხება კითხვები, რომელსაც არჩევენ. შემდეგი კითხვა ეხება დედა, რომელიც სვავს. და ოსტინ დანკანს მიყავს ეს ინტერვიუ ჯონ მაკარტურთან. აი შესანიშნავი კიდევ ერთი კითხვა, რომელიც შოლების დაეხმარება დედისაგან. ეს არის დედისაგან. როგორ მივიყვანო ჩემი შვილები ხსნისაკენ? თუ ჩემი პატარა დაწყების სკოლის ასაკის არის და აღიარებს ქრისტეს წმენას, ავლენს ცოდვის გულწრფელსინაღულს და არა მხოლოდ საჟელიშს, უნდა მივიყვანო ეს ბავშვი მონანიებისაკენ და იმის დაჯერებისაკენ, რომ ისინი გადარჩებიან ჩემთან ერთად ლოცვით. თუ უნდა ვასწავლო მათ სახარება, მაგრამ არასდროს მოუწოდო მათ ქადაგებისა და სიტყვიერი ლოცვის გადაწყვეტილების მისაღებად? გმადლობთ. ძალიან დაბნეული დედისაგან. ესე მოიწერა ქალბატონმა. ჯონი, არა, ეს მართლაც კარგი და პრაქტიკული კითხვა. თქვენ გსურთ წაახალისოთ თქვენი შვილები, რომ უყვარდეთ უფალი იესო ქრისტე და ირწმუნონ იგი. თუ გსურთ, რომ მათ უყვარდეთ იგი, თქვენ გსურთ მას სიყვარულით პატივისცემ და მოწიწებით ისაუბროთ. თქვენ გსურთ, რომ ამ პატარა ბავშვმა იცოდნენ, თუ რამდენად გიყვართ თქვენც უფალი და რამდენად უნდა უყვარდეთ მათაც უფალი და ემსახურებოდეთ უფალს და პატივისცემდეთ უფალს. და ნებისმიერი პასუხი, როგორიცაა, დედა მე მინდა ვიცოდე უფალი, ეს მშვენიერია. თუ 3 ან 4 წლის ასაკში თქვენ იტყვით, კარგი, რატომ არ სთხოვთ უფალს, რომ იყოს თქვენი მხსნელი, რატომ არ სთხოვთ მას, რომ მოგიტევოთ სოდები და იყოს თქვენი მხსნელი, არ არის საჭირო რთულად ამის. უბრალოდ უნდა უთხრათ, რომ იესო თქვენთვის მოკვდა, ის აღდგა, რათა მოგვანიჭოს საუკუნო სიცოცხლე. ისინი აუცილებლად ამას დაიმახსოვრებენ და გაიგებენ. ახლა თქვენ შეიძლება თქვათ, რომ იცით 3-4 წლის ასაკში ბავშვი რა მოუვა, გადარჩება, მიიღებს ქრისტეს, ეს თქვენ არ იცით, მაგრამ ყოველ ჯერზე თქვენ უნდა დაუდასტუროთ ამის რეალობა. უბრალოდ ადასტურებთ ყოველ ჯერზე. რამდენჯერაც არ უნდა დაუბრუნდნენ ამ კითხვას, თქვენ ეჭვი არანაირად უნდა შეუტანოთ მათ. ან თუ მათ ეჭვი, თქვენ არანაირად არ უნდა გაუმაგროთ ეს ეჭვი. პირიქით, უნდა გაუქარწყლოთ. გახსოვთ, ერთ ბიჭს ვესაუბრებოდი, მგონი ეს 11 ან 12 წლის იყო. ესე არ იყო მელინდა და ჯონ მაკარტური ეკითხება ეთყობა თავისი გოგონაც ზის იქ. ჩვენ ვერ ხედავთ მაგას და თავის გოგონას ეკითხება მელინდას, რომელიც მუშაობს ამ საკითხებზე და იღებდა ეთყობა წერილებს და პასუხობდა ჯონი. დიახ, რამდენიმე დღის წინ პატარა ბიჭს ვესაუბრობდი და მან მითხრა. მგონი ეს აღმოსავლეთ ამერიკის შტატებიდან იყო. და ამერიკიდან მკითხა, დამელაპარაკები პასტორ ჯონ? კი, დაუცილებლად დაგელაპარაკები მეთქი და მან თქვა, რომ ის მუდმივად ფიქრობდა სიკვდილზე. მე არ ვიცი რა გავაკეთოო და რა უნდა ვიცოდეო. წარმოიდგინეთ, ეს იყო 11-12 წლის ბავშვის. ეს ხომ ძალიან მძიმე განცდა არის, ხო? ნახეთ, სანამდე ახლა ამაზე რო ფიქრობ შენ უკვე ამ პატარა ასაკში, ეს უკვე ძალიან ფაქიზი მიდგომა ჭირდება ამას. გაგიკურდებათ ალბათ, ხო? ნიდო პატარა ბავშვების გულებშიც არის პატარა შიშები. და მთავარი შიში არის დედა და მამისაგან განშორება. და ყოველთვის ამ დროს თქვენ უნდა უთხრათ, რომ მომავალში თქვენ იქნებით იესოსთან და თქვენი მშობლებიც იქ იქნებიან. და ეს უნდა დაუდასტუროთ მათ ყოველ ჯერზე, როცა კი იკითხავენ. და როცა ამბობენ, რომ მე მინდა ამის გაკეთება იესოს მიუძღვნოთავით, თქვენ უნდა აუცილებლად ეს მშვენიერია. მოდი ერთად ვილოცოთ, უნდა უთხრა. და წაახალისო ამაში. და აგრძელებთ ამის გაკეთებას და ეს არის ზუსტად პირველი ნაბიჯები ღმერთისაკენ. და თქვენ არ იცით, როდის იქნება ეს გადამრჩენელი, ხსნელი რწმენა, როდის გაიღვიძებს მათში. მაგრამ თქვენ ყოველ ჯერზე ადასტურებთ და კიდევ ერთხელ ადასტურებთ ამას. და ნუ შეგეპარებათ ეჭვი. ნუ იტყვით, ეს ძალიან ახალგაზრდა ხარ, თქვენ ჯერ პატარა ხარ, შენ არ აქვს საკმარისი თეოლოგია, არასდროს არ გააკეთოთ ეს. უბრალოდ მიიღეთ, მოусმინეთ და მათ მიეცით საშუალება, რომ გული მათ უფალს მიანდონ. იმ შესაძლებლობით, რაც მათ აქვთ. თავის ამ განვითარების ამ ეტაპზე. და ოსტინი კიდევ ეხმარება ჯონს, დიახ, არ არის არანაირი ეჭვის შეტარება და ეს რა თქმა უნდა ეჭვის შეტანება ბუნებრივი იქნება და თქვენ არ უნდა ყვებავდეთ ამ ესეთ ეჭვებს და რწმენას. დიახ, და ჯონ მაკარტური udasturებს ოსტინს, არასდროს გამოყვებოთ მათი ეჭვი. არა, პირიქით, თქვენ დაადასტურეთ, ეს ძალიან მშვენიერია. ძალიან აღფრთოვანებული ვარ, რომ შენ ესეთ
დონეზე ხარ. მე ძალიან ბედნიერი ვარ, თქვენ უნდა მოუწონოთ ეს. ჩაეხუტოთ, აკოცეთ ლოყაზე და უთხრათ, ეს ძალიან მშვენიერია. ახლა თქვენ უკვე იესოს ეკუთვნით. თქვენ არ გინდათ არანაირად აჩვენოთ მათ, რომ თითქოს და ეს რთულია ამაზე პასუხის მიღება. არა, ეს ესე არ არის. სიმართლე ისაა, რომ სანამ ისინი იმ ასაკს მიაღწევენ, როდესაც ეს ხსნა ნამდვილად რეალური იქნება, ისედაც მის მზრუნველობაში არიან. იესო მაინც ფარველობს მათ და ღმერთმა დაიფაროს, რომ ისინი გარდაიცვალონ მანამდე, იცით რომ მათ 60 გარანტირებული გაქვთ. ამიტომ თქვენ მუდამ უდასტურებთ ამ ყველაფერს. ღმერთისაგენ გადადგმული ნაბიჯები ყოველთვის დაადასტურეთ მათ გასაგონად. დაეხმარეთ მათ ამ ნაბიჯების გადადგმაში. და ოსტენი უხდით მადლობას, კარგია პასტორო, გმადლობთ. მას უყვარს იუმორი. მადლობა მოსვენისათვის.